გაგვიჭირდება. არ იქნება ადვილი. ნუ ახლა მე ბედნიერი კაცი ვარ და მახსოვს ის დროც, როცა დინამო სტადიონზე ვთამაშობდი და 100,000 კაცი იყო ტრიბუნაზე რა, 100,000, 60,000 მე მომიწია საბჭოთა კავშირის პირველ თამაში და 50,000-ზე ნაკლები არასდროს არ ყოფილა რა. მე ჩემი გამოცდილები და მინდა იმ ფეხბურთელებს და იმ თქვენ გითხრათ, რომ ამ ხელა მუხტი არის რა, როცა გულში მათი ვაიყავს და ეს მუხტი იყო ზუსტად ის შალგირისის მაგალითი რა. იმათმა დაანახეს, რომ შეიძლება საოცრება მოხდეს რა. იმათ ის კი არ იყო მარტო რომ იქ მოვიდნენ, იმათ გუნდი უყვართ და იმიტომ მოვიდნენ. 3-0 წაგებულის მერე, იმიტომ ქვეყანა უყვართ, გუნდი უყვართ, ქავის ქალაქი უყვართ, გაიგე? იმიტომ მოვიდნენ. ამას ჩვენ მაგ ვერ ვხედავთ. აქ მიდის იმაზე ლაპარაკი, შური, ბოღმა, ერთმანეთის გინება, ერთმანეთის ლანძღვა, ერთმანეთის ისა, ჭკუვის სწავლება. ჩვენ არ ვიცით, ჩვენ თვითონ ჩვენ საქმეს ვაკეთებ თუ არა, მაგრამ ჩვენ ვიცით, ყველამ სხვამ რა უნდა გააკეთოს რა. აი ეგ არის, ამაზე ატყობენ. ხანდახან იმასაც ვფიქრობ, საოცრება არის. ამ ერმა როგორ გაძლო 21 საუკუნე რა. როგორ მოვიდით აქამდე რა. ეგეც ერთი საოცრება არის, ალბათ ღმერთს ისე უყვარს ეს ჩვენი ქვეყანა, რომ აქამდე მოგვიყვანა თორე, ალბათ სხვა ყველანაირი იმით ჩვენ არ უნდა ვიყოთ ამ 21 საუკუნეში რა. აქამდე უნდა გამქრალიყო ჩვენი ისა რა. ისეთ სიტუაციას ვქნით, ისეთ იმებისგან რაღაცას ვქნით პრობლემებს, იქ სადაც პრობლემები არ არის. და ეს მარტო ჩვენ აქ ვზივარ და ფეხბურთზე ლაპარაკობთ, მაგრამ ეს მარტო ფეხბურთს არ ეხება, ეს მთლიანად ქვეყანას ეხება რა, ყველა დალაგ და ყველა ხლა იქ ვიყავით ვილნიუსში რო ვიყავით, გაგიხარდება რა. ვილნიუსში რა თბილისის მე ყოველთვის მითქვია რა, ფანტასტიკური ქალაქი, ფანტასტიკური ყველანაირი პირობა იმისათვის რომ იცხოვრო, იმას აქნა იგულავო, აქვია იმას რაც გინდა ის გააკეთო. აბა მე მეტი რა არის? ხალხი ყველა ერთხელ ცხოვრობს და ყველას გინდა რომ კაცურად ვიცხოვროთ და კარგად ვიცხოვროთ, კაცო ხო როგორ შეიძლება რომ მთელი ეს 30 წელიწადია თუ რამდენი არის, ნუ სულ ერთი და იგივე და ერთი იგივე და იგივე და ვერ ვითარდებით რა. ალბათ ესეც ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ გვინდა რომ ფეხბურთი ვიყოთ ევროპის დონეზე და ამ დროს ისა არ შეიძლება 53 ადგილზე იყოს საქართველო, რომელსაც ყავს ხვიჩა კვარაცხელია, საუკეთესო ფეხბურთელი მსოფლიოში რა. მამარდაშვილი, რა ქვია იმას, მიქაუტაძე, კიტეიშვილი, ჭანკვეტაძე, ოჩორეიშვილი. ამ ფეხბურთელების ქვეყანა ამ სიტუაციაში არ უნდა იყოს რა. მე ხვიჩაზე იმიტომ ვიზარე, ჩემთვის ეს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი არის, იმიტომ რომ ხვიჩა გახდა საუკეთესო ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგაზე და ჩემპიონთა ლიგა არის მსოფლიო ჩემპიონატი რა. ჩემპიონთა ლიგა არ არის ეს ჩემპიონატი რაც ნახეთ ახლა. და იმ ესპანეთის ნაკრებთან ხო? საქართველოს ნაკრებმა უფრო უკეთესად ითამაშა ვიდრე იმ რა ქვია იმას არგენტინის ნაკრებმა. და არგენტინას გადახედო ხო? არის ყველა მსოფლიო დონის საუკეთესო გუნდებში თამაშობენ. ჩვენ საქართველოზე ვლაპარაკობთ, გადახედეთ იტალიას ნაკრები არ ყავს, ჰოლანდიას ნაკრები არ ყავს, ბრაზილიას ნაკრები არ ყავს, რა ქვია იმას და ჩვენ გვინდა რომ ამ საქართველოში სადაც ნუ რა ვიცი რა შურზე და ბოღმაზე ვარ გადასული ერთმანეთის განკითხვაზე ვარ გადასული ერთმანეთის ღალატზე ვარ გადასული და ნუ არ შეიძლება რა ესე ცხოვრება. ერთ პატარას დავამატებ, გამოვჩა ძირითადად კომენტარები რაც წერება ხოლმე როდესაც არა მხოლოდ თქვენგან სხვა მწვრთნელი იქნება თქვენ თქვენ როდესაც ლაპარაკობს გულშემატკივარზე უმეტესად ესეთი კომენტარებია რომ ითამაშეთ და მოვალთ. ასე უპასუხებთ ამ კომენტარებს. ნუ ეხლა იცი რა არის? ჩვენ თუ ვითამაშეთ ჩვენით ევროპაზე გავედით ხო? უკვე ისიც აღარ დაგჭირდება, იმდენ ფულს გაძლევენ და უკვე აღარ დაგჭირდება, უკვე შენით იმას იზამ რა ქვია იმას რა. დებს ერთი კაცი გეუნებით 200 მილიონი აქვს ჩადებული რა. იმ კაცებიც პატივი და მოდის სტადიონზე რა. და ესე არ ფიქრობს, რა ჩვენ რო ფიქრობთ, რა კითხვა რო დამი, ესე არ ფიქრობს ისა რა ქვია იმას ხალხი. აქ გუნდები არის, დღეს მსოფლიო დონის გუნდები გახდნენ, იმიტომ კი არა რომ რა ქვია იმას, იმიტომ გახდნენ რომ ფლობელები მოვიდნენ, მილიარდები ჩადეს და გახადეს გააკეთეს დიდი გუნდები რა. და სულ იმას გეუბნებით, კაცო, არ გვინდა ეს ისა რა ქვია იმას, იტალია, გერმანია, ესპანეთი, აგერ ჩვენ გვერდზე იმას რა ქვია, სომხები, აზერბაიჯანი, ყაზახისტანი.
საუკეთესო ფეხბურთელი ვიყავი საქართველოს ჩემპიონატის პირველი ჩემპიონატის კაცო, როცა ეგეთი ჩემპიონატი არ ეღირსება მთელი ჩვენი მოდგმა აწი იმას რა ქვია შეიძლება საქართველოს რა. და საწავედი დიდი წავედი იმას რა ქვია ლუბიტელებში იმაში რა ქვია კიბზე რა. კიბზე და ღებულობდი იმას რა ქვია კიპრიდან წავედი ჯიბეში რა ფული მედო ის მქონდა. საბერნში წავედი იქიდან რაც ფული მქონდა ის ჯიბეში მედო რა და ეგეთ სიტუაციაში, მაგრამ არ შემიწყვეტია ის ჩემი ოცნებობა, ის ჩემი ჯინი, ჩემი ისა რომ რაღაცისთვის მიმეღწია, გაიგე და გავაკეთე და ეხლა ხალხო იმას მეუბნებით რომ ეხლა არ კეთება, სამწუხაროდ არ კეთება ესე რა. დღეს თუ იმათმა სომხეთი და ის კი არ გაუზია და ახლა გადავხედე სომხეთის გუნდი თამაშობდა ჩემპიონთა ლიგას და ორი სომეხი იყო რა დანარჩენი იყო 20 უცხოელი რა და იმ უცხოელო ჩამოიყვანა ეს 20 უცხოელი რა იმის კი არ ჩამოსულან ერევნის ანახავად რა ჩამოვიდნენ იქ რომ ფული აიღონ და ისა და ჩვენთან აქ ფულის გადახდა არავის არ უნდა ფულს არავინ არ დებს არ არიან ჩვენ ქვეყანაში მილიონერები არ არიან ჩვენ ქვეყანაში მდიდარი ხალხი ხო შეკაიკაცო მილიარდს თუ აკეთებ წელიწადში რა 1-10 მილიონი რომ ფეხბურთს მოახმარო ფეხბურთს დავიდანები სპორტს მოახმარო რაღაცა რომ გააკეთო ხო შეიძლება რა მაინდა-მაინც ვიღაცამ ხوار უნდა გაიძულოს ვიღაცამ ხوار უნდა დაგავალოს არა როგორც ხდებოდა და როგორც ხდება ახლა რუსეთში დაუშვათ იქ ყველა ჩაბარებულია მილიარდერს ისა გუნდი და ისინი იუვლიან გუნდებს რა აქაც კიდე უნდა ვეხვეწოთ რომ გულშემატკივარი მოვიდეს სტადიონზე სამი თვე აქ ვარ და ამას ლაპარაკო ყოველდღე რა მოდით ხალხო გვერდში დაგვიდეკით რა გახედეთ გუნდები ბოლო ადგილზე არიან დარჩენაზე ფიქრობენ მაგრამ სტადიონები გაჭედილია რა ვერ გავიგე ისინი რა მაგრამ ჩვენთან ეს მენტალიტეტი არ არის რა რომ მე მიყვარს ჩემი მარტო ის კი არ არის რომ მე მიყვარს ჩემი თბილისი დავიწერო აქ და ვიარო ის უნდა დაანახო იმაშიც რომ გიყვარს რა მარტო დაწერა და ის არ შველის არაფერს რა საქმეთ უნდა დაამტკიცო ის და არა ის მარტო ლაპარაკი და ლაპარაკის რო ვარ გადასულები რა სიცხვილეა მეტი კი არაფერი რა სიცხვილეა კი პირველი სიცხვილე ჩვენ ბეჭებზეა ჩვენ იმაზეა რომ ესეთი რაღაცა იმას მაგრამ ნუ თვითონ სიტუაცია იქამდე მიდის რომ თითქოს და ეს ავის ყველანაირად დაბკოლებები ყველანაირი ისა რა მაგრამ ხალხო ნიჭიერი ერი ვართ რა ნიჭიერი ვართ ფეხბურთში მარტო ფეხბურთში კი არა ყველა იმაში გაიგე და ამ ნიჭს დახმარება ჭირდება მარტო ნიჭი არაფერს არ შველის რა და ამას თუ ყველანი ერთად თუ არ გავაკეთებთ ხო ეს მარტო ერთი და ორი კაცი ამას ვერ გააკეთებს რა და გულდასაზღვეთია ყველას ეგონა რომ საბჭოთა კავშირიდან რომ გამოვედით ყველას ეგონა რომ საქართველოს იქნება ფეხბურთის ბუმი რა ყველაფერს მიაღწია ჩვენგან რა ყველაფერს მიაღწია ყველა ქვეყნებმა მე გუშინ თამაშს უყურებდი რა ქვია მას და იმ გუნდს აქვს ნათამაშები ისა რა ქვია მას კონფერენც ლიგა აი წარმოიდგინეთ აი იმ გუნდს აქვს ნათამაშები კონფერენც ლიგა რა და კიდევ ერთხელ ვიძახი დიდი მადლობა ფედერაციას მადლობა გორის დილას რომ დათანხმდა თამაში გადაუდეს მადლობა იმ გუნდსაც რომელიც თბილისში ჩამოიყვანეს რა ქვია იმას თასის თამაში თბილისში რო ეთამაშა რა ქვია იმას არ ვიცი ვის ეთამაშა მარგვეთი მადლობა იმ გუნდს რომ დათანხმდა მაგაზე რომ აღრო ჩამოსულიყო და ეთამაშა რომ იბერია კარგად მოზადებული იყო მაგრამ კი მაგრამ ხო გეუბნები ეს არ არის სხვას კი არ ვაბრალე ჩვენ თავს ვაბრალე იმიტომ რომ ჩვენს ერთ ცუდად მოვიქეცით და ჩვენ არ იმას ვქენით ჩვენი გასაკეთებელი მაგრამ მე კიდევ ხერ ვთხოვ ფედერაციას რომ არავის არ მოусმინოს რა ესეთ სიტუაციებში ხო თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება რომ გადაიდევს ეს თამაში რა ამაზე მაქვს ლაპარაკი თუ გვინდა რომ ერთმანეთს დავეხმაროთ ეს უნდა იყოს რა მაგრამ პირველ რიგში ჩვენ უნდა გავაკეთოთ და ჩვენ ამ შეცდომის გულისთვის მაგრა დავისაჯეთ რა ღმერთი ყველაფერს ხედავს რა პირველ რიგში მოგესალმებით ის თუ წარმატების სეზონის ჩემპიონატში წერა ლიდერებზე იყო საუბარი გრავანდა დინამოში თქვენ ის ხდა თავი ლიდერი თუ საერთოდ სებასტიანი მე ყველას ხედავ ლიდერს ყველა მინდა რომ ლიდერი იყოს რა არ მინდა ეხლა რა ქვია იმას დავიწყო აქ რაღაც ისინი მიუხედავად იმისა რომ იმაზეც არის ლაპარაკი რა გვინდა ამდენი ახალგაზრდა ფეხბურთელი არა მინდა ახალგაზრდა ფეხბურთელი მე ვარ ერთადერთი ტრენერი რომელმაც ძალიან ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელს მივესი იმის შანსი და ამის ძალიან ბევრს იმიტომ რომ მინდა ახალგაზრდას მივცენ შანსი რა
მინდა იმ ახალგაზრდამ ამ ფეხბურთით თავის ცხოვრება აიწყოს. მე მყოლია ბევრი ფეხბურთელები, რომლებიც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ამ ხელა დონეზე ფეხბურთს ითამაშებდნენ და ჩემპიონობაც მოიგეს, თასიც, ჩემპიონთა ლიგაც ითამაშეს, ფულიც იშოვეს, გაიგე? მინდა რომ ყველამ ფული იშოვოს, ყველამ ასეთ დონის ფეხბურთი ითამაშოს და მე ყველანაირად გვერდში ამოვუდგები. არ არის პრობლემა, ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ეს ახალგაზრდაა თუ ის არის. თქვენ რა გონიათ, ეხლა მე ლორიაზე რო ვლაპარაკო, 3-4 ღამე არ მიძინია, შენ გონიათ რომ ეს ისეთი ადვილი გადასაწყვეტი არის? არა უნდა მივიღო გუნდი იმი ჩემი არ არის თბილისის დინამო, რომ წარსულში ჩავრჩე რა. მომავალზე უნდა ვიფიქრო. არავის არ უთქია 200 წელი წადი გუნდიდან. ჩვენ უთხარით რომ ესეთი სიტუაციაა და პირდაპირ უთხარი. სულ პირდაპირ მიყვარს ლაპარაკი, მოულები და ის არ მიყვარს ეს ისა რა ქვია იმას. სამწუხაროდ ჯობი აქიდან ახალგაზრდებს მიცეთ იმის საშუალება, შენ არ იქები ნომერ პირველი მეკარე და აქ ახარ და გინდა ივარჯიშე, თუ გინდა რა, როგორც სხვა ფეხბურთელი ვარჯიშობს და აკეთებს, ისე გააკეთებს თავის საქმეს რა. იქიდან რა ის დირექტივები მოვა ხელმძღვანელობიდან მეტყვიან, დაждდება დაილაპარაკებენ და გვეტყვიან რა არის ისა რა.